პირველად გიმნაზიაში. გიმნაზიაში პირველად რომ მივედი გამიხარდა. ბევრი ბავშვი დავინახე ერთად. ჩვენზე უფროსი მოსწავლეები ჩუმად ისხდნენ, პატარები ერთად იდგნენ. კედლებზე იყო ანბანი და ბავშვები ასოებს კითხულობდნენ. ჯგუფს ყავდა უფროსი, როცა ბავშვი შეცდომით წაიკითხავდა ჯოხს ურტყამდა. ბავშვი შემოუვლიდა კედლებს და მერე ჯდებოდა სხვებთან ერთად სკამზე. ასეთი იყო გაკვეთილები, სანამ მოსწავლეები კითხვას ისწავლიდნენ. ზოგჯერ ამას 1 წელზე მეტი დრო უნდოდა. ეს ძნელი იყო. 7-8 წლის ბავშვი დილის 7 საათიდან 2 საათამდე მშიერი იყო. ზოგი ცუდად ხდებოდა და იატაკზე ეცემოდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. მე პირველ კედელთან დამაყენეს. ქართული წერა-კითხვა და რუსული ასოები კარგად ვიცოდი. დედა ჩემმა მასწავლა. ამიტომ ერთ დღეს შემოვიარე ყველა კედელი. მასწავლებელმა თავზე ხელი გადამისვა და უფროსებთან ერთად დამსვა სკამზე.